8 კითხვა, 4 სავარაუდო პასუხი და 10,000 ლარი. თქვენ წინაშეა ყველაზე ინტუიტიური, ლოგიკური და რისკიანი თამაში ინტუიციის ზღვარზე. დღევანდელ ეპიზოდში მოგზაურთა აიკონიკ სამეულის სოსოს, კაკოს და გიგის ინტუიციას დავტესტავთ და ვნახავთ შეძლებენ თუ არა ისინი 10,000 ლარის მოგებას. კაკო ერაუნდზე როუდი. ეს თქვენი გუნდის სახელი მეგობრებო? ჩემი სახელი დარჩა რაც თავი. თამაში შედგება 8 კითხვისგან და თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. ყოველი კითხვისას ან თლიან თანხას დებთ ერთ პასუხზე, ან ანაწილებ რამდენიმე მათგანზე, მაგრამ თამაში გრძელდება იმ თანხით, რომელიც სწორ პასუხზეა განთავსებული. მე შეგახსენებთ, რომ გაქვთ 3 დახმარება, კითხვის გამოცვლა, რომელიც 500 ლარი ღირს, 50 რომელიც 1000 ლარი ღირს და კითხვის გადამოწება, რომელიც აგრეთვე 1000 ლარი. და მე გეტყვით, რომ ყველაზე მაქსიმალური თანხა G2G-მ, ჰიტამ და რაბანამ ფაქტიურად 5000 ლარი გაიგო. დავა, ეგ იქნება ჩვენი მზად ვარ! გაგიჟღერებთ პასუხებს 12, 18, 22 და 27. რამდენი ხანი ძინავს საშუალოდ ადამიანს თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია? წამზომი ჩაირთო. 8 საათი ხო ძინავს საშუალოდ, ანუ მე-13. ეხლა მათემატიკა. 80 თუ არის საშუალოდ, ესე იგი 80 მე-13 დაახლოებით უნდა იყოს 27. ხო. 22 წელი თუა საშუალოდ სადღაც 6 საათი გამოდის, ხო? 22 თუ არის 3.8 არის 24 საათი რო გაყო 3.8-ზე სადღაც 6.1 თუ რაღაც გამოდის. მათემატიკა გამოავლინა. 27 წელი. ყველა არის. არ მგონია რომ 6-ისკენ იყოს საშუალო ადამიანი. აი, რო გაიხსენოთ ქვეყნების საათს, სადღაცა შეიძლება უფრო მეტი ზინაოთ. არა. უფრო მეტი არ გამოდის. აქეთ ყველაზე ეს არის. შემთხვევაში ბაზარი არ გამოდის საერთოდ. 12 წელი თუ არის, ესე იგი საშუალოდ რამდენი გამოდის? 27 არ მერვედი 4 საათი ძინავს ადამიანს. სოსო, შენ გეცოდინება ჩინეთში რამდენი საათი ზინავთ ხალხს? ბევრი არ ძინავთ. ბევრი არ ზინავთ. ხო, ბაზარი არა. ჩინეთი ნახევარი სამყარო. კაი, მოდი გამოვიწყოთ 12 და 18 გამოვიწყოთ. ხო, ესენი გამოვიწყოთ. მე კაკოს ლოგიკა მომწონს. 22 წელი არის, ეხლა რო დავწერო. მეოთხედი. მეოთხედი თითქმის. ანუ სადღაც 6-7 საათი? ვიღაცებს 9 საათი ხო ძინავთ. კი, 10 საათი 10 ძინავთ, ხო და მაშინ 8 საათი გამოდის საშუალო ყველა ვარიანტში რა. შეგიძლიათ თუ ასე უკვე ჩამოყალიბდით, თან პირველი კითხვა ახლა შეიძლება ეგეთი რთულიც არის. მე მგონია 27 რა, ხო. 8 საათი. ხო, 27 იქნება. მოდი ვაფშე ყველაფერი 27. იგი ყველაფერს დებთ 10,000 ლარი. თუ არა და ეს ინდივიდუალიზმის ქვეშ. გასაგებია, მეგობრებო. შენ ახლა თამაში შემოვა. ჩემი კალათა. და ეს არის კალათა, სადაც არასწორი პასუხები და მათზე განთავსებული ფული შიგნით მოთავსდება. გამორიცხეთ 12 წელი და ასევე 18 წელიც. და მინდა გითხრათ, რომ 22 წელიც არ არის სწორი პასუხი, 27 წელი არის საშუალოდ 8 საათი ძინავს ადამიანს და სწორი პასუხი 27 წელი არც გამკვლევია, თამაშს აგზელებენ 10,000 ლარი. დაუცბეთ, გლიჯეთ აი ეს არხი გამოიწერეთ, მეგობრებო. არა მარტო ჩემის ამ ხალხის, მაგრამ ამ ხალხს დიდად არაკლია, ამიტომ ჩემი არხი გამოიწერეთ. და მეორე შეკითხვის დრო დადგა და უსმენთ ლაშას. მე არაფერს აღარ დავამატებ, პირდაპირ პასუხებს გაგიჟღერებთ. ლაპარაკი, სიცილი, ცრემლის დენა და ყნოსვა. კითხვა ნომერი 2. რისი გაკეთება არ შეუძლია ადამიანს სიზმარში? სიზმარში. რო წავიდა. სიზმარში ეს გამოიცხა. სიცილიც გამღვიძები და სიცილი. გაგვიძები არა, სიზმარში რაღაცას ვერ აკეთებ. სიზმარში ვერ აკეთებ, ანუ ფიზიკურად არ ჩანს რა სიზმარში. შენ თავის გილაპარაკია სიზმარში? ლაპარაკი? კი. ანუ არა. შეიძლება ბოდავ, მაგრამ შენ სიზმარში. სიზმარში ლაპარაკია. არა, მე გილაპარაკია? მის ელაპარაკი. არა, იცი რატომ მახსოვს? ანუ სადღაც ვიყავი და რაღაცაზე ვლაპარაკობდით, აი ესე მახსოვს. რა ლოგიკა შეიძლება იყოს, რომ არ შეიძლებაოდეს? თითქოს რეალურ სამყაროში კი არა, სიზმარში. ხო, სიზმარში. ხო, სიზმარში მილაპარაკი. აი, გიგი ამბობს რომ ულაპარაკია. მე მიცინი. ხო და არა. ო მე ვიტირე. ბიჭო, ხომ მივხვდით ეხლა სიზმარში. ერთი წამი. კაი, რაღაცა ლოგიკით, ერთი რაღაცა არის პარადოქსი, რომ ვერ შევძლებთ. ან ტვინის რაღაცა ნაწილი მუშაობს ისე, რომ ვერ შევიგრძნობთ და რომელია ყველაზე განსხვავებული ამათგან. სულს არ ამგონია შეიგრძნობდეს სიზმარში. მე ყნოს ვამგონია. ერთ წუთზე ნაკლები დარჩა. აი, ეს გამოვრიცხოთ, სიცილი გამოვირიცხოთ. და ცრემლი, ანუ მიტირია თუ ლაპარაკი არ ვიცი, ანუ აი ესე, ანუ მე თუ ფიქრის დონეზე გაქვს რა. ფიქრის დონეზე 40 წამი. ხო არ გადაამოწმეთ პასუხს? მე მაგალითად დახმარებას გამოვიყენებ. მოდი გადავამოწმოთ. ყნოსვა გადავამოწმოთ.
დავაპაუზოთ, რომ 1000 ლარი უნდა მომცეთ, ჯერ 2 წელი შეკვრა 5 ლარიანების, აქეთ რო გადმოვდოთ. ხელის კაკალი. მადლობელი. მეგობრებო, ამ 1000 ლარად ერთ პასუხს მეუბნებით. აი ეს პასუხი სწორია, მეგონებით. კის ან არას. რომელიც ყველაზე მეტად გგონიათ, ყნოსვას ამოწმებთ? კი. კი. მოიცა არის ყნოსვა უფრო გონია? მე ყნოსვა. მე უფრო გონია რა. მაშინ ცრემლის დენა გადამოწმო, თუ არ იქნება ყნოსვას მიტყვით, რა გინდა? ანუ ეს უფრო ლოგიკურია. კაი. რომელს მეკითხებით? ცრემლის დენა. ხო. ცრემლის დენა არ არის სწორი პასუხი. მაშინ ყნოსვა. რა გინდოდა? დებთ პირდაპირ. არ 9000 იმეს ლარს. ვაპირებდით რა აზრია? 9000 ლარს დებთ. კაი, თუ შევეძადეთ. თავდაჯერებულად იქნებოდი. რა ლოგიკა ჩარტეა. და წავზომი ჩაიწვა. რაც იმას ნიშნავს. ბიჭო, ბიჭო, აი, მე ამ 1000 ლარს შეჭუ არ ჩავარდებ. შეგილია სიცილის სიზმარში ძმაო, მე შემილია. გადაცემის დაწყებამდე რომ მითხარი რო წავაგოთო დასაწყისშივეო რა ხდებაო აი, მე ხაგეთ. იქ უნდა მოგესმინა ჩემო გაკო კარგად რა სწორად გამორიცხეთ არა, მაგრამ მაინც სიცილი გვიცინია ლაპარაკისას ცრემლის დენაც შესაძლებელია ლაპარაკო, ბიჭო. აი შენ გახსოვს კი, რომ შენი ხმა გაგიგია გამიგია რომ ლაპარაკი მახსოვს თვითონ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი პასუხი სწორად და სწორი პასუხი არის ყნოსვასაც 9000 ლარის განთავსეს და ზოგადად ტვინის ის ზონა რომელიც პასუხისმგებელია სუნის შეგრძნებასა და ყნოსვაზე ძილის დროს ფაქტიურად არც აქტიურდება ამიტომ სუნს ვერ იგრძნობთ სიზმარში და 9000 ლარი დაგეძლებს თამაშს კარგია, კარგია. კარგია. ვიტირე ერთხელ მახსოვს. ისიც ყოფილა. ცოტა დაგძაბეთ, ლაპარაკი არა, ყოფილა, იმიტომ რომ ვიღაცას ვეჩალიჩებოდა, ეს აი მე სიზმრებს ვერ ვიმახსოვრე. მესამე კითხვა 9000 ლარი შვენიერია ახლა მე გაგიჟღერებთ ისეთ პასუხებს რომელიც თქვენ ძალიან გეცნობათ განსაკუთრებით სოსოს და კაკოს ბოლო არსებული ვიდეოებიდან გამომდინარე პირველი პასუხი პინგვინს არ აქვს კბილები პინგვინს შეუძლია კალათბურთის ბურთის დაჭერა 2008 წელს ნორვეგიის მეფემ რაინდად აკურთხა პინგვინი და 40 მილიონი წლის წინ გადაშენდა მეგა პინგვინი, რომელიც სიმაღლეში იყო 1.60 მ. კითხვა ნომერი 3. ჩამოთვლილი ფაქტებიდან რომელია სიცრუე? ეს ორი. ერთსა, ეს ორი. კალათბურთის ბურთი როგორ უნდა დაიჭიროს? აი ეს მოიცა ის პინგვინ ბაითმის რომ ამბობ. არ უნდა ვიცოდე კბილები აქვს თუ არა. მე მგონი არა პინგვინის კბილები. იქ რატო არავინ არ მითხრა რომ არა კბილებიო. ბასარია. ხო გამოდგებოდა. ანუ ყლაპავს ეგრევე, ეწავს საჭმელს ბიჭო, ყლაპავს. ვიდეოც მაქვს, ახლა გაღებული პირის და კალათბურთის ბურთი როგორ უნდა დაიჭიროს? ესე არის რა. ბიჭო, არა. ეს რო ამოუდო. ანუ 2 წელი შეუძლია დაიჭირო. ხო. არა, შანსი არ არის. აი ეს იცი რატომ გონია სი გიგსონ, აი ხა ესეთ რაღაცებს ვერ გაგიგეთებს ხოლმე. ეს არის სიმართლეა მე სიმართლეა? როგორც იმაში მაქვს რაღაცა. აი გამოვრიცხოთ ეს 1.60 ზომის პინგვინზე რას? ხوار ვეღადავი შეაღელა პინგვინი 40 მილიონი წლის წინ რა გადაშენდა ვინ აი ეგეც არის. აი ეგ რა მეგა პინგვინი მოიცადეთ ამ პინგვინი რომ მოვიყვანოთ ეხლა კალათბურთის ბურთს დაიჭერს. ეს საინტერესო 40 მილიონი წლის წინ აღმოჩენა იყო ეგეთი თუ ანუ ჯენ თუ პინგვინი არის 80 სანტიმეტრი 70-80 სანტიმეტრი ხო ანუ მეტრამდე არის. მეგობრო, წუთი დაგჭირ. ბიჭებო ამასაც ვრიცხავთ მე მგონი მე მგონია ეს რატომღაც მაგრამ თუ ვინა დახმარება გამოუწევს კალათბურთის ბურთი რატო გონია? თან არ მგონია მაგრამ იქნებ რამე ჯიში არის რომელიც იჭერს არის მეგობრო, 40 წამი გაქვთ. შეგიძლიათ 50-50-ზე გავუშვათ. გავუშვათ ახლა 50-50-ზე 8000-თ გახვალ 29 წამი დაგჭათ. ვაჩერებთ. ვაჩერებთ 50-50. 22 წამზე გააჩერეს. ჯერ 1000 ლარი მიბოძეთ თუ შეიძლება. 1000 რატომ ბიჭო 500 არის. 500 კითხვა. დააძირეს მაგადირდა 500 არის ხო წინა გადაცემაში? 4 პასუხი წავა. მეგობრებო, ამ 3 პასუხიდან ამოატრიალეთ ნებისმიერი ორი, რომელიც გამოირიცხება. გამოირიცხა მეგა პინგვინი, ამოატრიალეთ. აუ ესენი მაინდა მაინც ესენი. კაი კარგები ეს ორი გამოირიცხა. რაინდად და 40 მილიონი წლის წინ რომ მეგა პინგვინი არსებობდა გამოირიცხა. ამოატრიალეთ. აქედან ერთ-ერთია სიცრუე კაროჩი ეს არის რა. ეცა არ კბილები შეუძლია. არა. თუ არ აქვს მაშინ იგარი. ბიჭო 12 წამი ცოტა სირცხელია მართლა კრიმინალ თუ მიკბინა და კბილები ამაში წავაგე. 5 კბილები არა. გადავდი. 3 ეს 2 მე მგონი არ აქვს 1
ოპა, რაღაც საინტერესო ეს მოხდა. რა აუ ვერ გავაგდე. ბლოკბასტერის კადრი იყო, იმით გიგება ეს რომ რაზღია გადარჩენა 1000 ლარი მოდიში ავანაზღავრებ თუ რამე იქნება. პინგვის არ აქვს. კბილებიო და კალათბურთის ბურთის დაჭერა რომ არ შეუძლია პინგვის. ეგ ცხადია. ფიქრობენ და განათავსეს 7000 ლარი. გიგსონ. რა დაგავაკარგინე 1000 ლარი გუნდს. ჰა. მადლობა 1000 ლარისთვის, იმიტომ რომ პინგვის არ აქვს ნამდვილად კბილები. 1000 ლარით წავა ჩემთან. სწორი პასუხი იყო რომ არ შეუძლია რა თქმა უნდა პინგვის კალათბურთის ბურთის დაჭერა, მას საერთოდ ხელებიც აქვს, ფარფლებია, დიახ და ფიზიკურად ვერ დაიჭერეს კალათბურთის ბურთს. თუმცა 7000 ლარი შეინარჩუნეს ჩვენმა კაკო ერაუნდზი როუდმა. გიგსონ, ერთი კითხვა მაქვს. შენ ზოგადად ძალიან ბევრ ექსტრემალურ რაღაცებს თავაზობ და აკეთებ, ბევრი რამ გაქვს გამოცდილი. შენ თუ იცი ცოცხლად დამარხვის შიშს რა ქვია? კაი, მაშინ დავსვათ კითხვა. აუსტრობები არა. კითხვა ნომერი 4. მუმიფობია, მორგაფობია, ტაფოფობია და დაკდაკფობია. კაკოფობია გავიგე. რა ქვია ცოცხლად დამარხვის შიშს? და მე ველოდები ბატონ გიგის ამ კითხვაზე რომ პასუხი დააფიქსებს. აი ხა ინტუიციით მე წავიდოდი ამაზე. მე არა. მუმიფობია, მომხვალ რაღაცა მუმიფიცირება, ის ხო არა. რა სპეციალურად მა. სპეციალურად შემოგზავნილი კითხვა. შეიძლება სპეციალურადაც იყოს. გიგსო, და ყველაზე მეტი შევდა იმიშელო. არც ტაფოდა, არც დაკადაკ არის ლოგიკურად. მორგან მორგთან დაკავშირებით. აი ეს გავს ხელოვნურად შექმნილს. აი ხო და მორგი კრების შიში შეიძლება ქონდეს და მე მქონი აი ნახე, ისტორია. მორგი ქართულად არის, მორგ ინგლისურად არ მგონია. ეს ამათი მოფიქრებულია. ამათი მოფიქრებულია. ეს გადავიდა. ეს ორი არ არის რა, ლოგიკურად არ არის. მუმია შენ არა ხო? ინგლისურადაც ხო მუმია თუ არა? ყიანურად არა, ეს ჩემო გიგი. აქ არის ლოგიკისა და ინტუიციის თამაში. ინტუიცია არ არის, აი რანაირად უნდა მოხდე ტაფოფობია. არა, გავიგე, მაგრამ კლაუსტროფობია საიდან მოდის? ანუ სიტყვა კლაუსტრო რა საიდან მოდის, რა კავშირში აქვს იმასთან? ამ თამაში პროსტა ეხა ვამბობ რომ ანუ აი ამ დაკდაკფობიაზე პროსტა ხო და პირიქით შეიძლება თვითონ არ მოიგონება. არა ხო, ანუ რა აზრია. მაგრამ შეიძლება სხვა რაღაცის შიშებია რა. სხვა რაღაც მე მგონია რომ მე მუმიფობია აი ამ როში მგონია რომელიღაცა და ამაში? მე მუმიფობია არ მგონია იმე. ბიჭო, აი ემებს რატო შემოაგდებდნენ? საინტერესო კითხვა. უფრო მეტად არ მოიტანდა ლაშა რაღაცას, ანუ გვამოფობიას მაგალითად ან რაღაცას კიდე. ანუ შენ იმიტომ არ დაინტერესდი ცოცხლად დამარხვის შიშზე, რომ შენ არ გეშინო და კუბოში ჩასვლის, ხო მართალი ვარ ძმაო. მაგიტომაც შემოვიდა ეს კითხვა. ხდი. შენ იმიტომ კი არ იცი უბრალოდ რა არის, შენ არ გაქვს ამის შიში. რომ მქონოდა შიში, მეცოდნებოდა რა იყო. და დღეს, კაი, დრო გადის მეგობრებო. ხო შევცვალოთ. ხო, შევცვალოთ. შევცვალოთ? და დრო 3 წუთი თავიდან წავა. და პროსტა რო ვთქვა რომელია? ანუ პროსტა თქვი რა, ვი. შევცვლით კითხვას. მე ტაფოფობია მგონია. მე მუმიფობიას ავიღებ. მე ტაფოფობია. და მე მორგაფობიას ახლა. ანუ წინაზე გიგი ფული გამოგვაცალა, ეხა თავის იმაში სექციაში არ გამოგვადგა, არ ვიცი. შემდეგ თუში რომ ინგვინებზე რამდენი დამახარჯე? კბილები რო არ ქონდა, გეთქვა რომ 1000%-იანი ვიცი რო. მე გეტყვით რომ ეს სწორი ლოგიკა იყო, რომ მორგაფობია, კაკოს სხვათა შორის სწორი ლოგიკა და მორგი ქართულად არის და ეს არ არის დაკდაკფობია არის ჩვენი თაზოს მიერ მოფიქრებული. და მე მორგაფობიაც აფაც გეგონებოდა. ეს სიტყვაში არ არსებობს. მოის ეს რო დავოს მორგაფობიაც არ არსებობს ხო? აფოფობია არის მეგობრებო. მოვიდა ეს სიტყვა საიდან შემოვიდა? ცოცხლად დამარხვის შიში. სწორად გამოცვალეთ. შეცვლილი კითხვა შემოდის. ენოტი, დელფინი, ვირი და კაკადუ. რომელ ცხოველს შეუძლია იცნოს საკუთარი თავის სარკეში? დელფინი. ერთი წამი. ბიჭო, დელფინი მაგარი ჭკვიანი ხო არის? კაკადუ რომელია? შენ რო საეჭო კაცს უყურებდე? აი ეგ არის კაკადუ? საეჭოს დახმარება გვაქვს. კაროჩე, ვირი და ენოტი ნახვი რა. რატო? ბიჭო, არ არიან, უტვინოები არიან. ვირი მაგარი. ვირი შრომელი კაცია. ვირი და ენოტი არ ამგონი. დელფინი ძალიან ჭკვიანია, ეგ ვიცი. კაკადუც ჭკვიანი იქნება. კაკადუ მგონია რომ აი თავის სარკეში ებაზრება და ვერ გებულობს. სარკეში რო იხედება მაგრად კაი. აუ ხო, იქ გალიებში მაგრამ სხვა გონია. გალიებში. მე მგონია რომ სხვა გონია. ერთა მიხარი რა არის? რომელ ცხოველს შეუძლია იცნოს საკუთარი თავის სარკეში? ამოიცნოს რომ თვითონ არის. აკვარიუმში გინახია? ყოფილხარ აკვარიუმის დელფინის აკვარიუმში. სარკესთან არის. დელფინარიუმში ყოფილხარ ბატონო. ხო, მაგრამ ფაქტია რომ არ ამგონია ვირსაც წინ მიუტანეს სარკე. შემთხვევით შეხა გზაში.
ეს გონია. გადახეხა მარტო გადამოწევ ვირთან მივიდა ვინმე სარკეთ და თუ ვირი არის, მაშინ გადამოწებული იქნება. თუ არის ვირი. მე ვიყიდე შემთხვევით გალია ზაზუნასთვის, სადაც იყოს დიდი სარკე რა. რო დაბრიდე იქ ჩამოვარდა. ცოტა სწრაფად ილაპარაკე, თორე ცოცხალია. დრო გვეწურე. ხო და მე ესე ვფიქრობ, რომ ეს არის მაგიტო. რო არ სარკე რატომ მოყვა იმ იმას რა? ეხა პროსტა თუ სხვა გონია რა ხომ არა ზაზუნა არ ყავს. იმას რა ქვია? გალია ყოფილა თუზიყოშისთვის. არასწორად დააქვს სარკეები გალიაში. მე მაგას ვამბობ. ხო და ეხლა ვიცი რომ იხედება და ევასება, მაგრამ ეხლა მე ვარ თუ ვინ ცნობს ეგ ხო ანუ ისე მამეთ თავისთავი რო თუ სარკეები შემოყვება თავისთავი რო არ ეგონოს გაგიჟდება მართლა რა. ვინა შაბურყავს სულად. მეორად ეგ იქნება. გაუნაგავრისკო სხვა გზა. ხო არ კაკადუ რა. კაკადუზე და ხო ლოგიკურია რატო არის ლოგიკური? აი ნახე ანუ სარკე თუ მოყვება ხოლმე და სულ სხვა თუ ხო, ესე კითხვას სულ დიალოგი იქნება. თუთ იყურს ზოგადად, კაკადუს თუთ იყურს, სარკეს რო უდებენ, შენს ლოგიკას ვამბობ რა. იმიტომ უდებენ რომ არ მოიწყვიოს და ვიღაცას ელაპარაკოს. შენი აზრით საკუთარ თავს დაელაპარაკება? თავის თავს ებაზრება? შეიძლება. კაი, ერთი წამი, აი ვირი ვერ იცნობს ვერანაირად. ვირი დაინოტი გამორიცხეთ, ხო? და აი დელფინი ჭკვიანია დელფინი ბაზარია. ზედმეტად ჭკვიანი ხო არ არის? დელფინი არის ყველაზე ჭკვიანი. ო ბიჭო ადამიანს ცნობს დელფინი მართლა რა. 14, 13, 12, 11. ბაშა შენ დელფინი შეგვასწავლე, მე იყოს. რო იცოდი. მე რატო შეგაცვლევია? თუ არა რო იცოდე შენ შეგვასწავლე. მე კაკადუზე დავფიქრდებოდი, იმიტომ რომ სარკეს ძალიან ხშირად ხმარობენ კაკა. ანუ კაკადუ არასდროს არ გადაგარჩენს რო კვდებოდი და დელფინი გადაგარჩენს ადამიანს და ამიტომ შეუძლია რომ მას სარკეში იცნოს. ყველაზე ჭკვიანი ძუძუმწოვარი არ არის დელფინი. კაკო, მე ზოგადად ამ გადაცემაში გამომდინარე იქიდან რომ მე კითხვებით და პასუხებით ვიცი, ვცდილობ ხოლმე რომ ხალხს დავეხმარო, მაგრამ ეს არის ხოლმე საწყის მომენტში. ენოტი არ არის სწორი პასუხი. არც ვირი არ არის, არავინ არ მოსულობ. კაი. და გეტყვით რომ არც კაკადუ არ არის სწორი. დელფინი მეგობრებო. და დელფინი არის ჩამოთუთაგან ერთადერთი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ჩამოთუთაგან. შეამოწმა, მოდი სარკე ჩავ. ანუ მისი ინტელექტი არის რა კარგი გამოვიყო. მას აქვს ეს ინტელექტი, რომელსაც შეუძლია რომ სარკეში ჩახედოს. მიხვდეს რომ თავის თავს უყურებს. ეს დამამნეველი. კაკადუს მაგრამ აი 4 სარკენი კედელა გაგიჟდება აი ვირბლიროს 4 ეს ყავს რა. კითხვა ნომერი 5 6500 ლარი გაქვთ. და ახლა მაქვს კითხვა კაკოსთან. თქვენ ეჯიბრებით მაიმუნს. რამდენად კარგად ყავთ შესწავლილი ზოგადად? დეტალურად ვიცი ყველა. რამდენი ჯიში არ თქვა რა იცი, თორე შეიძლება იქ კითხვა იყოს და გამოცვალოს. გამოცვალებთ კიდევ. ყველაფერი ვიცი საერთოდ. კონკრეტულ ჯიშზე გაქვთ ინფორმაციები თუ ზოგადად მაიმუნები შეიძლება? დაახლოებით 10-მდე ჯიშზე ყველაფერი. შვენიერი. იმედია რომ ეს ჯიში, რაზეც ახლა აქ საუბარია, შედის ამ ათეულში, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ჯიშზე არის კითხვა. პირველი პასუხი. 10 წამი. წუთ ნახევარი. სექსი რამე. 3 წუთი და 15 წუთი. რამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ შიმპანზეებში სექსუალური აქტი? კაკო გითხარია მაგ. ესედილება ძმა. 10 წამი უკვე კურდღლისკენ არის. 10 წამი. ბიჭო, ცოტა სტრანიც ხო არის. 10 წამი. რატო ეს მარტივად? აი, ეხლა თქვენ უკვე მორჩებოდნენ რა, ანუ შეხედე, უკვე მორჩებოდნენ. არა, სამჯერ მორჩა. 10 წამი მგონია რა. ესე იმედზარუნებით. ბიჭო, რაღაც მახსოვს. 15 წუთი თვლაურია. მახსოვს რომ ნავუყურე. იმენა 10 წამი უყურე. შიმპანზეების სექსი. მალე მორჩა თქო რა, გავიფიქრე. იმენა შიმპანზეები. მე შეიძლება სხვა ჯიში იყოს. და მე ცემს თუ რაღაც ეგეთი არის რა, ვიცი, რაღაც გამიგია. შეიძლება მაგას ფეტიშები ქონდა. ამან იცი შიმპანზეზე ყველა. რაღაცა ანუ საწოლ წამიკითხოთ. გიგი, ზოგადად შეგიძლიათ ადამიანთანაც გაავლოთ პარალელი. თქვენი გამოცდილება. ველი კაკრას 10 წამი, აი, კაი. მოდი რაზე ვიფიქროთ, იცი? 10 წამი. ესე არ ამგონია რომ აი უცნაური იყოს 1.5 და 3 წუთს შორის. აი, შეიძლება ანუ 2 წუთი გრძელდებოდა, შეიძლება რაღაცა და საშუალოდ არის. საშუალოდ. ეხლა არა, ანუ ეს ძალიან აი რა აი ვიცი. საშუალოდ თუ ზოგი ეს 5 არის, წამი, ზოგი კაროჩე, 15 წამი. ანუ წამებია, სულთლიანად მაგაზე დავდო. თქვენ გუნდი ხართავ და მიიღოთ ერთ გაწყვეტილება. წამი, ისე დავდო. დამიჯე მენდეთ მაიმუნები გენდამი, ჩემს 1 წამი, 20 წუთი. 15 წუთი ანუ საშუალოდ თუ ესაა, მაშინ 15 10 წუთი ჩაოლებრივია ადამიანის. ანუ საშუალოდ 15 ნიშნავს რომ შეიძლება ვიღაცამ 20 წუთსაც და 25 წუთსაც ანუ სერიოზულად ჩაოლებრივი არა, სექსი არა. ხო, ანუ გადაობით იქნება ეს და გადაცემას ეს აწყობს. არა, არა, ანუ 15 ხა ჩაოლებრივი სექსი რა ადამიანებს რამდენი ხანია რაღაცა ხო მას მკითხო? აწყობს ის რომ მაიმუნზე დაისვას კითხვა შეიძლება არ იყოს ასუხები, არა. 10 რა ესენია, გემონ არა. მენდეთ ეს ძალიან ჩაოლებრივია. რისკავთ კაკო ამბობს რომ მოდი გავრისკოთ და 6500 ლარი გლიჯოთ 10 წამზეო. გემონები სამი კითხო და მე ეს მგონია და
არა არა ის მგონია. გეუბნები კაი თუ გინდა დავდოთ შეგიძლიათ რაღაც ნაწილი არის 500 ერთ წამი. მაგრამ ეს რომ დავდოთ მე რა ვიწვალებ და ამას ჯობია რომ ის 1500 ლარით დავბრუნდეთ თამაში 1500-ით დაბრუნდებით რომ. აი 20 წამი დაგჭათ, მეგობრებო, რაღაცა თლიან თანხას დებთ 10 წამზე? ხო და მე არ თუ რაღაცას დებთ სხვაზე. არ გაქვს მეორე? მე 15 წუთზე ვფიქრობ. არ მაქვს იმენა მგონია რომ ძალიან 10 მაშინ არის 3 წამი ეს არის 8 7 გათავა უკვე. 5 4 3 და გავი. 2 1 ორჩა სექსი. აი 3 წუთი. ო ეხა მორჩებოდა, ეხ ჩვეულებრივი. 15 წუთი მეგობრებო, ზედმეტად ბევრია. სხვათა შორის 3 წუთიც ბევრია და კაკო მე შენ ხელს ჩამოგარდა. აუ ეხლა. იმედია კაი ხელის ჩამოყრა. 10 წამი არის სწორი პასუხი. ესწავლინია. ანა გეუბნები მაიმუნები ეს. მე რეცემს. მე მგონი რაღაცა ცემს თუ რაღაც თანახი მაქვს სადღაც არაკია წაკითხული ან თუ 10 წამა მეგობრებო. საიზე უხო. მე-6 კითხვა 6500 ლარი გაქვთ. ანიმაციური ფილმები თუ გიყვართ? მეტნაკლები. აი ისეთ ანიმაციურ ფილმზე მაქვს საუბარი, ყველა ვარიანტში. მე ერთ-ერთი ანიმე ვიყავი და რომელიც ყველა ვარიანტში გეკნებათ ნანახი. 10-დან 5 კილომეტრის ქვემოთ გაქვთ ნანახი. 10-დან 5 კილომეტრის ქვემოთ საინტერესო ფილმია კი ნახი? მეგობრებო, თუ არ გაქვთ ნახი, 10-დან 5 კილომეტრის 10-დან 3 მეტრის ანიმირებული ვერსია ძალიან ემოციური მულტფილმია. მე-6 კითხვის პასუხებს გაგიჟღერებთ. ჰოთ-დოგი, პლუტო, მოდი აქ და გამარჯობა. რა იყო მიკი მაუსის პირველი სიტყვა? ასე მიკი მაუსი არ მაქვს ნახი არ გაქვს მიკი მაუსი? ნახი მაქვს, მაგრამ პირველი არ მახსოვს რას ლაპარაკობ. ჰოთ-დოგი ევასებოდა ჰოთ-დოგს ვაფშე რა კავშირებ მიკი მაუსთან. აუ გამოცვლა გვინდა კითხვა ეგრე არ იქნებოდა. ჰელო. შეიძლება გამარჯობა. რა კარგად დაგეკითხე. აა პლუტო თქვი? პლუტო. არა, ეგ რა ხდება სიუჟეტი როგორ ვითარდება პლუტო. არ ვიცი. მოხა. როგორი ანუ შენ ეხა ბავშვობაში მაგრამ ბავშვებს არ აყურებინე? არა, მე აღადროს მიკი მაუსი. გიგიონზე როუდი გვაქვს ჩართული. კუბოში ვარ. ჰოთ-დოგს ვაფშე ვერ ვიხსენებ მან რა. არ ვიცი. მოდი აქეთ, მოდი აქეთ. აი, მოდი ახლა. იცი რა ვქნა. Come here თქვი, Come აბა. here. გიგი აბა come here. Come here. ნახე, თავიდან, როდესაც მიკი მაუსის ანიმაციები გამოდიოდა, იყო უხმო და რაღაც პერიოდის მერე გაახმოვანეს. და როცა გაახმოვანეს, პირველივე სერიაში პირველი სიტყვა. გამარჯობა არ იქნება იმიტომ რომ ეს უხმოში კითხვა გამარჯობას არ არსებობდა სხვა შენ გადაცემაში? არა. ნახე მოდი რაზე ვიფიქრე იცი გახმოვანებულ სერიაზე აქვს საუბარი. პირველ გახმოვანებულ სერიაზე რა იყო პირველი სიტყვა? სიტყვების გამოიქცა პირველი სიტყვა რაც გაიგო მაყურებელმა. მიკი მაუსისგან რა გაიგო? პლუტო ქვია უჭო. რატო ხო და რატო ვიცი? ანუ ხო არ ამბობს ხოლმე და შეიძლება ექსპერიმენტთან მულტფილმი იწყება რომ ძაღს ეძახის და ამ პლუტოა მოდი აქ. მოდი აქ მგონია რა აბა come here თქვი. 15 წამი დაგჭათ. ხო არ გადაანაწილებთ თანხას და რაღაცაზე დადეთ. 10 წამი. შიმპანზე დაგჭათ, აი მეგობრებო. ყველაზე ლოგიკური არის გამარჯობა და პლუტო და მაგას გამოვრიცხავთ. ჰოთ-დოგზე არ დებთ 500 ლარი მაინც დადეთ. 500 დადეთ აქეთი. არა, ჰოთ-დოგი. არ ჭადრო. აი ვსო აკეთიტო დრო კაი დაანებე რა ეს ვინ დადო აქ? ჰოთ-დოგი სოსო დადო. შენ დადე? მე და შენ დადე? მე შენ გაძლევ საშუალებას. ნებისმიერი 500 ლარი ამ ერთი შეკრა. აიღო და სadzგინა დადო. ერთი კითხვა არ უნდა გიქნა. არა ეგრეა ერთი კითხვა არ უნდა გიქნა. ეგრე უნდა ეს ხო არის? დაწმუნებული ხარ. ბოლო შანსს გაძლევ. მე მგონი ეს არც ული გადაწყვეტილებას. ამოუჩ. არც ული გადაწყვეტილებას. გავაგზავნოს კაი თუ გინდათ კაი გადადე ბიჭო ეს არ გონია რა. მე დავდე 500 ლარი. არაფერი არ. ანუ აქ ამატებთ 500 და აქედან აქ ვამატებ ხო, იმიტომ რომ ეს ორი გამარჯობა არ არის მეგობრებო. ძალიან კარგი მსჯელობა. არც პლუტო არ არის. პლუტოც არ არის. აუ ეხა ჰოთ-დოგი არ იყოს არ გამოვქლიო. ასე რა. შენ სინამდვილეში მიკი მაუს ხოტო. მიკი მაუს ძალიან უყვარს ჰოთ-დოგები და მის პირველ ეპიზოდში სადაც მან ხმა ამოიღო ის ჰოთ-დოგებს ყიდდა. ჰოთ-დოგ და მისი პირველი სიტყვა იყო აუ რა ჰოთ-დოგი მეგობრებო და არა მოდი აქ რომელიც ალბათ უკავშირდება ჩვენს პლუტოს და სამწუხაროდ ჩვენი
თახის ძირითადი ნაწილი, მაგრამ 1000 ლარით ჯერ ისევ აგძელებენ თამაშს. ვაჰ, კიდე კაი. გამოდე. კიდე კაი მაინც 1000 ლარი შემოგდიოდა. ჰოთ-დოგი. ჰოთ-დოგს ვერ ვიცი, არ ვიცი და. წარმოგენა. ანუ იკსონ. ერთ კონდა 500 ლარი. აი 500 თითო აი შექრა გვაქვს. გულოხვი ადამიანია. ეხლა რომ მოვიგოთ ხო იტყვის ის 500 ლარი რას ვაჩუქე რა მინდოდა. კი, რომ მოიგოთ მაგ 500 ლარს არ დაგირიცხავთ. უბრალოდ კონტენტისთვის ვაკეთებ გუნდრად თავს. ვიყოთ მაინც, მაგრამ კონდეს. არა, დაგირიცხავთ. ხო მითხარ. კითხვა ნომერი 7. 1500 ლარით აგძელებთ მეგობრებო თამაშს და გაგიჟღერებთ ახლა საინტერესო პასუხებს. მე როგორც ვიცი, კაკო, თქვენ იყავით ამაზონის ჯუნგლებში ეს ბიჭებიც იყო. და ასევე თქვენც ხო იყავთ სადღაც მიმდებარეთ. სადღაც ახლო-მახლო. აი. ასე რომ მე მგონია ესეთი კითხვა, სადაც სამივე თქვენგანი გუნდურად იმსჯელებ. კითხვა ნომერი 7-ის პასუხები. ვარდისფერი მდინარის დელფინი, ისრის შხამიანი ბაყაყი, ელექტრული გველთევზა და ვერცხლისფერი ბურუსის ღამურა, რომელიც ცხოველი არ ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. ეს კაკომ უნდა იცოდეს. კაკო ჩვენ რაც ვიცოდით ეს ჰოთ-დოგი ვიცოდით და ამაზონში არ ყოფ ჩვენ სხვაგან ვიყავით ეს ინდონეზიაში. ბიჭო, დელფინი იყო რომ მივიდიოდით რა. ვარდისფერი ვარდისფერი მდინარი. იყო თუ არა აი რა. არა, თვითონ ვარდისფერი მდინარი. აი უცნაური. ვარდისფერი მდინარი არის? ვარდისფერი მდინარის დელფინი რა ნახე, ანუ დელფინია ვარდისფერი, დინარი კი არა. ანუ არაზღუ ასეც დელფინი. და ისეც მაგარი უცნაურია. დინახია ეს არის, კი, კი. შეხვედრ მაშინ. აი, არა, დელფინი მახსოვს გავარიც. რომ რაღაცა ცოტა უცნაური დელფინი იყო. ესეც ელექტრული ისრის შხამიანი ბაყაყიც უნდა იყოს. ერთი წამი და აქედან ერთ-ერთი ცხოველი კი არ ბინადრობს, არათუ არ ბინადრობს, საერთოდ არც კი არსებობს და მოფიქრებული სახელია. ელექტრულ გველთევზა არსებობს. ელექტრული გველთევზა გამიგია კი. კაი, მაშინ ვერცხლისფერი ბურუსის გამორა. ბინადრო, რომელი ბინადრობს ხო? არ ბინადრობს. არ ბინადრობს და არც არსებობს. და არც კაკო, ეს ძალიან ისე ჩახსენით მაშინ შენ ერთი გინდობ. წამი, ვარდისფერი მაგაზე კი, კაი, ეს რატო უნდა ვერცხლისფერი ბურუსის გამორა რატო? იმიტომ რომ ძალიან მცნაურია ვერცხლისფერი ბურუსის ღამურა. ისრის შხამიანი ბაყაყი. ეს საერთოდ ვერ გავიაზრე რა არის. ანუ ის არის შხამიანი ბაყაყი, აი ისრის შხამის. შხამიანი ბაყაყი ძალიან ბევრი ხო ანუ ეგ შეიძლება რაღაცას ეხა იქ. ის არის უსვამენ ამის ხო ხა. მე მოკლას რა ო, რა მაგარი რაღაც მომიფიქრებია. ეს მაგრა გვაქვს. რატო უნდა მოიგონებინა ვერცხლისფერი ბურუსის გამორა სახელობა? აქედან ეხა ეს სამი ჩემთვის არის ყველაფერი უცნაური რა სამივე. ეს არის რა. შეიძლება ელექტრული უეჭველი არის. უცნაურია რომ დელფინი ამაზონში იყოს, მაგრამ არის. 30 წამი გაქვს დარჩენილი. ელექტროს თუ სახელზე გვატყუებ შენ აქ არასწორი ხარ რა იმიტომ რომ არის ელექტროგველთევზა ასე ეგრეთ მესტრუე მანელაში ხო და ნახე არის ვიცი მაგას შენ ეს გქონია მაშინ ეს ორი და დარჩა აუდიტორის ჰეითი არის. ანაწილებთ ეს ლოგიკურია ეს არ არის ლოგიკური ერთიანად დებთ. კაი, არც ეს არა სამივე დადე რა აქ დადე სამივე აქ დადე 10 9 არ გინდა დაი 8 3 2 1 შეწყდა დრო. 500 ლარი მაინც ხდება ბიჭო 500 ლარი იქნება თუ 1000. აუ ელექტრული გველთევზას დაგვედა ერთი. არ უნდა დაგედოთ იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არსებობს და ასევე ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. კაკო, ყოჩახ, ძალიან კარგი ლოგიკები გაქვს. ვარდისფერი მდინარის დელფინი ნამდვილად არსებობს და ბინადრობს. აბა ეხა რომელია? ძალიან კარგია რომ 500 ლარი დადეთ მეგობრებო ისრის შხამიან ბაყაყს, იმიტომ რომ 500 ლარი შეემატა ჩემს. არა ხარი დატო 1500 ვერცხლისფერი ბურუსის ღამურა არ არსებობს. ეს 500 ლარი მაინც არ გქონდათ მეგობრებო და ასე რომ. კაკოს მე არ დავტოვებ და მე შენ მოგცემ თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დამზადებულ ნამდვილ ქართულ ვაფლ სანდომის მიერ წარმოებულს და შეგიძლია განათავსო. ოღონდ ეს ჯერ შენი არ არის, კაკო. სწორ პასუხზე უნდა დადო. მერვე კითხვაზე ვართ. 1000 ლარი გაქვთ და თქვენი მიზანია რომ ამ 1000 ლარიდან რაც შეიძლება მეტი წაიღოთ. ხომ არ გინდათ რომ დაგიშალოთ 100 ლარიანებად? არა ჩვენ ეწული მანეები არა არა, გასაგებია. ჩვენ დიდი კუშები ხოლმე წევა 500 ლარს ითხოვდი. ძალიან ბევრი. 500 ლარი დიდი კუში არ არის რა ბოლო კითხვის პასუხებს გაგიჟღერებთ. ხმაურიანი ჩუსტებით სიარული, ღამით ტაშის დაკვრა, ჩემოდნის ბორბლებით გორება და ხმამაღლა დაცემინება. მერვე კითხვა თქვენთვის სამივესთვის ჯანმრთელობა. საინტერესო იქნება, მაგრამ სოსო ალბათ შენ ახლა უნდა იაქტივრო ყველაზე მეტად. რისი გაკეთებაა აკრძალული ქალაქ კაპრიში, იტალიაში ეს ქალაქი, რათა ტურისტებმა ადგილობრივებს ძილი არ დაუფრთხონ. წამდგომი ჩაირთო.
მანქანას. კაპრეში ნაყოფი. არა, მე ვარ ნაყოფი. ძალიან უაზრო წესია ერთი ხამაღალაცემი. თქვენ რა ანუ დააცემით? იცი რატომ მახსოვს? რაღაცა უაზრო წესი იყო, აი ესეთი მახსოვს. ღამით ტაშის დაკვრა, ანუ კაპრიზე. არა. რამე ივეთი თუ ხდება, მაშინ უნდა დაუკრა. მე მაინც გონია ბორბლებით გორება არის რა. ხო, მაგრამ იმიტომ მანდ არის კუნძული რა და ნახე კუნძულია, სადაც ძალიან ბევრი აი უცებ მიდის რამდენიმე საათი. შეიძლება მიდიან მიახრიგინებენ ამ იმებს, ჩემოდნებს და იგაგზალეს რა. მაგრამ ეგ ძალიან ლოგიკურია. ეხლა ეს არის ლოგიკა, ეს არის არალოგიკა. ბორანით უნდა გადახვიდე და ეს არის ისეთი რომ აი მე რო კაპრელი ვიყო ეს პრობლემა უეჭველი დამიდგებოდა. იმიტომ რომ 3 საათიანი ტურისტები ჩადიან რა. ეგ არის ძალიან ლოგიკური. და მიახრიგინებენ. აი ძალიან ლოგიკური პასუხი. კი, ლოგიკასთან ახლოს. ყველა ანუ ლოგიკურად ეს არის, მაგრამ არ გონია ლოგიკა, იმიტომ რომ ლაშ არის ულოგიკო. ბიჭო, ლოგიკური ყველასთვის არ არის ეს რაღაც პანჩი. ლოგიკა, ყველა ადგილისთვის არ არის. აბა ეხლა რომელი შეიძლება ეს კაპრი ისეთი ადგილია რომ რამდენიმე საათით შეგიძლია ჩახვიდე რა. მეც თანხა არ მქონდა და რამდენიმე საათი ვიყავი. რომელი არ გგონიათ ყველაზე მეტად? ეს კაპრიზე არის ძველი სახლები. რამეს ხო არ უშლის ხელს? ხმამაღალ დაცემენ ხო არ ანგრევს სახლებს არა. ხმაურია ჩუსტები. ეს არის აი სრულად ალოგიკური ქვაფენილებია რა. ხმაურიანი ჩუსტები ციარული, აი რა მე არის. ინტუიცია მკარნახობს და 50 წამი ეს დაგშათ. რა უეჭველი ჩემოდანი რა. 30 წამი დაგშათ. მე ორი სანდომი შემხდება თუ რა ხდება მოხდება. ვაუ მაგე. დავდოთ ჩემოდნებზე? კი, შეიძლება ერთი აგად და ერთი იყოს რა გთხოვთ რა ინტუიცია. მოგზაური კაცი ხარ, ჩემოდანია ირჩი. სანდომის ვაფლს რაზე დებთ? აქ მოდი წითელსაც მოგცემთ და სადმე რო დადოთ რა. მე ხმაურიან ჩუსტებზე. ორ წალ ვაფლს დებთ ხმაურიან ჩუსტებზე. კი. 9 არა და ისეც 8 7 6 5 4 ბოლო შანსი 3 2 1 და შეწყდათ რომ ის გასაღები ჩემია რო რა. ჩანგანის მანქანა. ყოველთვის ჩემთან. აქციის გული იმედია დამრჩება, გაგო დაიგრება გვისილა. არ არის ხმამაღალი დაცემინება ასეთი რა აკრძალული. არც ღამით ტაშის დაკვრა არის მეგობრებო აკრძალული და მე გეტყვით რომ კაპრეში სწორად აღნიშნეთ ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებია და მან აკრძალულია ტრადიციული ჩუსტების გამოყენება რომელიც გახლავთ ხის და იწვევს ხმაურს და სწორი პასუხი იყო ხმაურიანი ჩუსტები სიარული და თქვენ მოიგეთ სანდომის ვაფლება კილოცავს მეგობრებო მე კი მაგ ერთი სანდომი არა და რა კარგი ლოგიკა გქონდათ რომ იმდენად ლოგიკური პასუხი იყო რომ წესით მერვე კითხვაზე არ უნდა ყოფილიყო მაგრამ შემდეგ გააცემა მაგრამ თავარი რომ სანდომის ხალხი მოვიდეთ აბაფლი მოვიდეთ სანდომიანი ხალხი ხარ თქვენ ჩვენ სანდომიანი ხალხი ვართ მართლა და შეიძლება ეს მე სახში მაგ ძალიან ბევრი სანდომი იმიტომ რომ საუკეთესო ვაფლია ევროპაში ხომ მართალია კი ნამდვილად თუ მოგეწონათ აუცილებლად გლიჯეთ აი ეს არხი გამოიწერეთ მეგობრებო მაგაის გასაღებიც მე დამჭა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის გისურვებთ ყველას წარმატებას მადლობა თქვენ მეგობრებო მოგზაურობისთვის